9 აპრილის წამებულთა სულები დაგსკერიან ჩვენ. Konversațion națională. მოგესალმებით მეგობრებო. ეს არხი უმრავლესობაა. ეს გადაცემა ქართველების ამბავია. გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე. გამოგვიწერეთ YouTube-ზე და გააქტიურეთ ზარის ღილაკი. ალბათ ბევრი პოლიტიკოსი გინახავთ, რომელიც პოლიტიკაში აქტიურად იყო ჩართული, თუმცა შემდგომ უკვალოდ გაქრა. ბევრი პოლიტიკოსი გინახავთ, რომელიც სხვადასხვა გადალაგებების მონაწილე იყო, ბევრი ალიანსის, ბევრი კოალიციის და ასე შემდეგ. თუმცა საქართველოს ისტორიაში ყავს პოლიტიკოსი, რომელიც ყოველთვის იყო აქტიური, ნებისმიერი ხელისუფლების დროს ის აპროტესტებდა ხელისუფლებას და არც ერთი ხელისუფლება პრაქტიკულად მას არ მოსწონდა. დღეს ჩემი სტუმარია შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე. მოგესალმებით ბატონო შალვა, პირველ რიგში დიდი მადლობა მოგზაურობისთვის, მადლობა რომ დრო დაგვითმეთ. დიდი მადლობა თქვენ დროის გამოყოფისა და მომავალი საინტერესო საუბრისათვის, რაც გველოდება წინ. კი ბატონო. მოდი პირდაპირ კითხვებზე გადავიდეთ, მაინტერესებს, საკმაოდ საინტერესო ვერ მოვესწარი ამ პერიოდზე, მით უმეტეს ინტერესს უფრო მიიღებს ეს, რა მოხდა საკრებულოს არჩევნებზე, თქვენი ინტერვიუ მოვისმინე, ნახე, აქამდეც ბევრჯერ მქონა ნანახი, რომ მიშასთან ჰქონდა დებატები სააკაშვილთან, ხოფერიას ეთერი იყო და ეუბნებით, რომ მე შენ შემოგწირე მიშა ეს ხალხი. რა მოხდა, ვინ შეწირეთ, რატო შეწირეთ, მიზეზი რა იყო ამისი და საკრებულო როგორ დაუთმეთ მიშა სააკაშვილს. აი ეს მოგვიყევით, საინტერესო იქნება ძალიან. ხო, უფრო სხვა რაღაცებია, სასაუბრო და მოსაყოლი ისეთ სიტუაციაში ვარ. გადავალთ მაგაზეც გადავალთ. მაგრამ ნუ ეს საკრებულო ნუ ეხლა ისეთი ის გახდა ჩემთვის, აი დაახლოებით როგორ გითხრათ, იცით, აი თუ გინდა რომ ადამიანს დააკარგიო კაცობრიობაზე შთაბეჭდილება, აი მე ეს უნდა მკითხოთ. საკრებულოში რა მოხდა? არაფერი არ მოხდა. ჩადარდა არჩევნები, სააკაშვილმა გაიყვანა უმრავლესობა, ბურჯანაძე ჟვანიასთან ერთად, მიიმატა ასლ ნაბაშიძის 3 დეპუტატი, ჯუმბურ პატიაშვილის 2 დეპუტატი, მრეწველობა გადაარჩიეს საქართველოს კიდე რამდენიმე დეპუტატი, გააკეთა უმრავლესობა და აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე და მე რა შუაში ვარ. ეს თან იმასაც ამბობენ, რომ დაუთმო საკრებულოს თავმჯდომარეობა არასოდეს ამ სამარცხვინო პოსტზე კენჭი არ მიყრია პოლიტიკაში რომ მოვდიოდი, შემოვედი, იმიტომ რომ გამختარიყავი ქვეყნის ხელმძღვანელი და გამატარებინა რეფორმები, რაც ხალხს ჭირდებოდა და არა რომელიმე თუნდაც თბილისის ქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი. აი შეურაცხყოფა ეს ძალიან დიდი ჩემთვის. შეიძლება დაგაბრალონ პრეზიდენტობა დაუთმეს, ისეთია რეიტინგულია, რომ აი ისეთი იყავი, რომ არ გიბრალდება ხო? პრემიერობა დაუთმე, თქვათ, მინისტრი. ეს ყველაფერი მინდა გითხრათ, რომ გამოიგონა მიხეილ სააკაშვილის პიარ და სპეცსამსახურებმა. ეს გააკეთეს იმისათვის, რომ აი ვერ იტანდნენ დაუსრულ პოლიტიკოს და პოლიტიკურ პარტიას და ობიექტურადაც ვერ იტანდნენ, იმიტომ რომ თვითონ ახლა მიხეილ სააკაშვილს გამოცნული აქვს, რა ვიცი, უამრავი პარტია, ფრონტი, სახალხო, ქარტია 91, მერე მოქალაქეთა კავშირი, მერე ნაციონალური მოძრაობა, მერე ძალა ერთობა, მერე ძალა ორობა და ასე შემდეგ. ანუ ერთადერთი პოლიტიკური პარტია საქართველოს პრეცედენტში, რაც დამოუკიდებლები ვართ, მხოლოდ ლეიბორისტული პარტია, რომელიც არ შესულა კოალიციებში, ბლოკებში, ალიანსებში. არასოდეს დამოუკიდებელი პასპორტი, დამოუკიდებელი სახე, დამოუკიდებელი ხედვა გვეჭირა ყველანაირი ქარაშოტის მიუხედავად ეს რა თქმა უნდა ძალიან აღიზიანებდა ყველას, არა მარტო მიშას და ჟვანიას და ბურჯანაძეს, არამედ შევარდნაძეს, ამათაც აი ამ ავადმყოფებს აღიზიანებდა ძალიან და ამიტომ ცდილობდნენ რამენაირად აი მოეწეპებინათ ჩვენთვის იარლიყი, რომ შენც შემნაირი ხარ, აი შენ შემნაირო. აი ის კი მე მოიცვალე ამდენი პარტია და ამდენი ბლოკი, მაგრამ აი შენ ხო დამიჭირე მხარი რომ გამختარიყავი და ესე იგი არა ხარ შენ თლად ისეთი ისეთი კრავი, როგორსაც წარმოჩენ თავს, ნუ ჩვეულებრივი პოლიტპიარული საკითხებია ამ შემთხვევაში, მაგრამ აი მაშინ რაც მოხდა, ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი, გაიყვანა კაცმა უმრავლესობა, გახდა საკრებულოს თავმჯდომარე, თუმცა მანამდე ბოლომდე ინტრიგანა, 6 თვე გადაათვლევინა არჩევნების შედეგები, მე მიჩვეულა ფაქტიურად 6 თვე თვლიდან. რო არაფერი გაყალბება არ აღმოჩნდა ამასობაში, ამ 6 თვეში მან მოახერხა გადაებირებია თავის მხარეზე, რაც ჩამოგითვალეთ, აი ეს პარტიები და ის დეპუტატები უმრავლესობა შეიქმნა.
და ასევე ჩემგანაც გაიყვანა რამდენიმე უსინდისო და მოღალატე ბეგაშვილის ჯგუფი ეგრეთ წოდებული. ანუ გააძლიერა ეს უმრავლესობა რაოდენობა და ეგ იყო მთელი ისტორია. რა იგულისხმებოდა ამაში, როცა ეუბნებით, რომ მე შენ შემოგწირე მიშა ეს ხალხიო, ვინ იგულისხმებოდა? ან შეწირვაში რა იგულისხმებოდა? შეწირვაში რა იგულისხმებოდა? ნუ ფაქტურად ჩემი დეპუტატები წაიყვანა, ხო? არის ეს ღერდა ჩემთვის მაყურებლის თვალით თითქოს თქვენი წვლილი იყო რომ რაღაც ეს ხალხი არა ახლა მე ხوار გავყრედი ჩემი რიგებიდან დეპუტატებს მაგრამ ჩემი გაყვანილი ხალხი წაიყვანა და იმითაც გააკეთა უმრავლესობა ფაქტია ამდენ რამეზეა აცრილი საზოგადოება ხო ბევრ რამეზე იქ უფასო ფულზე 5 მილიონი სოფლებს ბევრ დაპირებაზე არის ძალიან აზრი და ეს სანდოობა თითქოს ძალიან რთული მოსაპოვებელი გახდა პირობით 2012 წელს შეიძლება უფრო მარტივი იყო ამ სანდოობის მოპოვება თქვენ ახსენეთ რომ აი სატანას მიმართ დასახმარებლად და ახლა მგონია რომ ბევრად რთულია რა უნდა გააკეთოს პოლიტიკოსმა რომ ეს სანდოობა ისე არაფერი უნდა გათამაშდეს უნგრეთის პრეცედენტი როცა ხალხმა ირწმუნა მადიარის ლიდერი მადიარის ირწმუნა და მას ჩააბარა 2/3 კონსტიტუციური უმრავლესობა იმ ქვეყნისა რომელიც ქვეყანაც უკვე ამოვარდნილი იყო ევროპული პლატფორმიდან ძალიან სერიოზული მასშტაბით და პრაქტიკულად ლამის კრემლის ფილიალად გახდათ გადაქცეული ბუდაპეშტის სამთავრობო დაწესებულებები. ამიტომ ხალხმა ირწმუნა ლიდერის შესაბამისად მისცა ხმა მას მისცა სრული ბერკეტი მართვის მაგრამ კონტროლსაც არ მოაკლებენ და მომთხოვნელობასაც და იქ ევროპაში და უნგრეთში მაინც დიდი მოფერება და დიდი ვადა რომ მოპოვებული გამარჯვებით ტკბობა მიიღოს პოლიტიკოსმა არ არის. ეს ძალიან კარგი. აქაც ეს სიტუაცია უნდა ჩამოყალიბდეს. ვისაც ენდობით, უნდა მისცეთ მას ხმა, ოღონდ ეს ვინმე არ უნდა იყოს ბიზნესიდან მოსული, ოლიგარქიიდან წამოსული პოლიტიკაში. სპორტიდან მოსული კომპეტენცია. დავიღუპებით საერთოდ თუ დარჩა ქვეყანა ოლიგარქებისა და სპორტული პოლიტელიტის იმედზე. პოლიტიკიდან უნდა მოარჩიონ პოლიტიკოსები. ვინც მოწონთ, ახლა მე ვერ სხვა ვერ გავუწევ რეკლამას. მე მიმაჩნია, რომ სანამ მე არ გამომყვება ერის უმრავლესობა და არ მოვა ლეიბორისტული პარტია უმრავლესობით ხელისუფლებაში ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, რადგან ყველა პარტია ჩვენს გარდა რომელიმე ფინანსურ ჯგუფზე ჩამოკიდებული, რომელიმე ოლიგარქიულ ჯგუფზე ჩამოკიდებული. ეს ოლიგარქები ასე აფინანსებენ ქნიან პარტიებს, ხსნიან ტელევიზიებს, მე აკეთებენ პერეტრუბაციას, ნაწილი რჩება ოპოზიციაში, ნაწილი ხელისუფლებაში, მე ჩაანაცვლებენ ერთმანეთს, აღარ მინდა ჩამოხდეთ გიხსენებიათ, რომ ნაცები და კოცები ერთმანეთთან ძალიან შეთამაშებულები არიან. შეთამაშებული გარე ერთია, როგორც ბოლშევი ისინი იყვნენ, რა ქვია, რუსი სოციალ-დემოკრატები ორ ნაწილად გაყოფილი ბოლშევიკება და მენშევიკება. მაშინ აი ფანჩატურში რა უნდათ ამ კოცებთან შეთამაშებულ ხალხს? ფანჩატური რა იყო? ფანჩატური ეს იყო ივანიშვილის ჩამოსაშლელად გათვლილი მრავალპარტიული ფორმატი, სადაც ბრძანდებოდა ყველა პარტია საქართველოში მოქმედი დიდი, პატარა, მცირე, პრორუსული, პროამერიკული, პროევროპული, ცენტრისტი, დაცენტრილი, მემარჯვენე, მემარცხენე, ყოფილი მართველი. თქვენ დააკონკრეტეთ, რომ ნაციონალური მოძრაობა კი არა, ევროპული საქართველოს ლიდერებიც კი იყვნენ, აქ ერთ-ერთ ინტერვიუში იძახით, ამას დაანიშნეთ. კი, ევროპული საქართველოს ლიდერებიც იყვნენ და ალისაშვილიც კი იყო იქ. კი, ვიცი, მე მაგ ფანჩატურის გამო მოხდა ჩხუბი ელისაშვილის და ხაზარაძის პირდაპირ ეთერში რო იყო, ეგეც გვახსოვს. კი, ხო, ეს იყო უნიკალური პლატფორმა საქართველოს ისტორიაში არ ნახული, რომლის მსგავსი არ გაკეთებულა. ამდენი პარტია ერთად მედიატორის როლს მედიატორი ჩვენ ვიყავით, კი. ამდენი პარტია ერთად ვერ დასვა, ვერ ზუსტად გამსახურდია. ზუსტად გამსახურდიას გავუსკდა ეროვნული მოძრაობის ფორმატი, რის შედეგადაც მრგვალი მაგი და დარჩა მასთან 26 პარტიით და აქეთ დარჩა ეროვნული კონგრესი, რომელიც ედგა სისხლიან ოპოზიციაში, აი ეს EDPS ჩაატარეს ცალკე არჩევნები, არ აღიარეს ამათი ლეგიტიმურობა, მე ამას მიემატა გვარდია, მიემატა მხედრული და სამოქალაქო მემტომ გაჩაღდა. ანუ აი ეროვნული კონსენსუსი, პოლიტიკური კონსენსუსი, რასაც ქვია, ყოველგვარი მანდატების, ბლოკებისა და ალიანსების გარეშე სხვა იყოს არჩევნო რაღაცა. კონკრეტული მიზნისათვის, რომ აი ამ მტაცებლისგან ქვეყანა გადაგვერჩინა, ეს მოხდა ლეიბორისტული პარტიის მედიატორობით და ამით ვამაყობთ რა თქმა უნდა და ამან მაპატია ლუკა პირველი ბზარები ამან მიაყენა ივანიშვილის რეჟიმს. და ხო აი დაუბრუნდები ისე იმ კითხვას თუ თქვენი თქვენათქვამს ვიმეორებ თუ შეთამაშებული ძალაა ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოსნება ამ თამაში მყოფი ორი სუბიექტია ხო ამ თამაში მყოფი სუბიექტით
ვცდილობთ რომ ზარები გაგეჩინათ ვიცი და ივანიშვილისთვის, ანუ ნაციონალური მოძრაობა თუ იგივე თამაში არის ქართული ოცნება მაშინ არა, იგივე თამაში, ტაქტიკური განსხვავებები ახლა ოჯახშია, ოჯახის წევრებს შორის. იმ ბოლშევიკებმა და მენშევიკებმა ერთმანეთი დახვრიტეს. და ბოლშევიკებმაც შიგნით ერთმანეთი დახვრიტეს კიდევ. სტალინმა სულ დახვრიტა ლენინის თანამებრძოლები, ვისთან ერთადაც რევოლუცია განახორციელა ტროცკიმ და იმან. ტროცკი იქ მოკლეს მექსიკაში. პოლიტიკაში ახლა ეს გარკვეულწილად პირობითიც არის. რაღაცა მომენტში არიან ერთად, რომ დასჭირდება მათ ცხოველურ ინსტინქტებს და რაღაცა მომენტში დაპირისპირდებიან და ეს მომენტი იყო ზუსტად რომ უნდა გამოგვეყენებინა დაპირისპირების ფორმატში და კარგად გამოვიყენეთ მე ხო ეგ რაღაც სიტუაციური ალიანსის ცოტა დაიბზარები გაშდა მანდაც ხო იქ ვიღაცამ გადაწყვეტა რომ შესულიყო პარლამენტში. მე გეტყვით რა მოხდა, ნუ მაინც შიდა პოლიტიკა ჩვენ გეგონია რომ ჩვენი მოგონილია და ჩვენ მართავთ რაღაცას და არიქა სოლო მობრძენები ვართ, მაგრამ რეალურად ჩვენ ვართ გეოპოლიტიკური ტალღების ასახვა აქ. აი რაც ხდება მთელ მსოფლიოში, დედამიწის პოლიტიკურ გულში, აი ეს პულსირება აქ ხდება. ამ პულსირებას ან გამოვიყენებთ დადებითი ეროვნული ენერგიისა და საქმის სწორად წარმართვისათვის, ან შეუშვერთ შტორმს თავს და გავნადგურდებით და დავზიანდებით, რაც ძირითადად ხდებოდა ჩვენს მაგალითზე. ამიტომ მაშინაც თავიდან კარგად მიდიოდა პროცესები, ყველა პარტია ერთ აზრზე იყო, რომ უნდა ჩადარებულიყო ხელახალი არჩევნები, რაც იწვევდა უკვე რეჟიმის, რა თქმა უნდა, ჩამოშლას, მათი გამარჯვების შანსი პრაქტიკულად აღარ არსებობდა. შემდგომ უკვე ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაცია ჩადგა სერიოზულად საქმის კურსში, ბაიდენი იყო პრეზიდენტი და ჩამოდიოდა უკვე სახელმწიფო მდივანი შეერთებული შტატების მაისის თვეში კიევში და მე აქ ჩამოდიოდა ბლინკენი და წყდებოდა ვადამდელი არჩევნების საკითხი. ეს რა თქმა უნდა შესანიშნავად იცოდნენ მეგობრებმა და ბატონებმა, ჯერ მაქსიმალურად გამოიყენეს ტრამპის ადმინისტრაციის ფაქტორი, პირველი ვადა ტრამპის ადმინისტრაციისა. იქ კონგრესში მეგობრობდი მაიკ პომპეოსთან, რომელიც იყო შტატიდან კონგრესმენი. მე ტრამპის გამარჯვების შემდგომ გახდა CRU-ს დირექტორი და შემდგომ გადაიყვანეს სახელმწიფო მდივნად, ანუ ამერიკული დიპლომატიის ხელმძღვანელად. ანუ მეგობრობდით, ხშირად ხვდებოდი და ზეპირად იცოდა რა ღვთისპირიდან გადავარდნილი კაცთან ქონდა საქმე ივანიშვილის სახით. ჩემგან იცოდა, მონაყოლს არ ვამბობ. და ჩემ გაუცება საზღვარი არ ქონდა, რომ ყველაზე კრიტიკულ დროს ჩამოვიდა მაიკ პომპეო აქ, ჩამოიყვანა თავისი მოადგილე, რომელიც შეხვდა შერატონ მეტეხში და პირდაპირ გითხრა რომ შედით პარლამენტში. რა თქმა უნდა ამას მოხდა ჩემი ენა, ჩემი მტერია, ჩემი პროტესტი, მხოლოდ დანარჩენები სარგადაყლაპულებით უსმენდნენ და პირდაპირ უთხარი რომ ეს არის პუტინის რეჟიმის დაკანონება თქვენგან საქართველოში და მას ძალიან წარედინანებს თქვენს და ყველა ის პარტია, ვინც შეიძლება თქვენი მითების მიხედვით მოქმედებდეს. ესე იგი გარეჩარევა ყოველთვის დადებითია. რა თქმა უნდა არ არის დადებითი ეს. დასავლეთი. რა თქმა უნდა, ნუ მაშინ ეჭვა შეგეპაროსო ეს მთელი ლობი, პრორუსული ლობი ვაშინგტონში არ დაიქარიან ეს პრორუსული ლობისტები, მათ შორის შე კონგრესში არიან, რომ აქანებულ რუსულ ოზუგებს გაყვირიან. მთელი ლობი მუშაობდა პუტინის დავალები და მითითები და ალბათ დაფინანსების გარეშე გლობისტები არ მუშაობენ. იმისაც რომ გადაერჩინათ ბიზნეს ივანიშვილი. ამასობაში ჩართეს კიდე ევროპიდან მეორე სათადარიგო არტილერია და სად იყო და სად არა გამოგვაცხადა შარლ მიშელი თავად ევროკავშირის ოფიციალური ხელმძღვანელი, რომელმიც შეხვდა სხვადასხვა მათ შორის პრეზიდენტის სასახლეში, სალომე იყო მაშინ პრეზიდენტი და მოკლედ დასტიროდა ივანიშვილს, რომ რამე არ დაშავებოდა და არიქა მთელი ევროპა როგორმე ყოფილიყო მისი გადამრჩენი და შუამავალი სალომე იყო ძალიან აქტიურად ამ საქმეებში. ხო, და შარლ მიშელმა პირდაპირ გითხრა და მისმა დატოვებულმა დანიელსონმა აი ხო არ არის ღმერთი ალახის გარდა და მუჰამედია მის წარმომადგენელი. აი ესე იყო დანიელსონი იმ შარლ მიშელის წარმომადგენელი, მოკლედ და ნუ პირდაპირ მოსთხოვა ამ პარტიებს პარლამენტში შესვლა, რის გამოც მე დავტოვე დემონსტრაციულად ეს ოფიციალური შეხვედრა და გავაკეთე განცხადება საპროტესტო იქვე პრესასთან და აღნიშნულის შემდგომ
არ მიწოვენ ევროკავშირის დელეგაციები რო ჩამოდიან ფორმატები ჩამოდრებზე. ვინ იყო ამის მომხრე ბატონოშავა? აი ხო თქვენ პროტესტი გაგიჩნდათ და ხო იყვნენ ხა აშკარად ოპოზიციური პირველ რიგში გამწარებული ალეკო ველისაშვილი. აჰა. მერე ეს ხალი როა ეს ანადოლი თავდაცვის მინისტრის მოადგილე როა ანადოლიძე. მერე ესე იგი ეს მუდმივად კაიფში მყოფი ეს გირჩები. მუდმივად გაღებებულები. ესენი მერე აი სრული რაღაცა პარტიები რაც იყვნენ ვინც იყვნენ აიგენი მოკლედ შეხრიალდნენ იქით ახლა დეტალები პარტიები უფრო გვიან შევიდნენ ნაცები და ისინი ახლა ეგენი პოლიტიკოსებია და მაინც იცოდნენ რომ ეს არ იყო მონგებიანი რამ და იქ სააკაშვილის რეაქციას ელოდნენ მე სააკაშვილმა უთხრა რომ შედით იმანაც გაუწია ანგარიში ევროპა ამერიკის პოზიციებს ხო და ნუ ეს ყველაფერი მოხდა ისე რომ მე ყველა შეხრიალდა ამ პარლამენტში ჩვენ დავრჩით ჩვენი სიტყვის ერთგულნი ეს ყველაფერი დაფასდა იმით რომ წაგვართვეს საბილნებო დაფინანსება წაგვართვეს საარჩევნო კომისიის წევრები წაგვართვეს უფასო სარეკლამო დრო ის რა ქვია ჩემი ხელფასი დაუტოვე იქ რომ არ გქონოდათ სალაპარაკო რომ ხელფასი იღებს 400.000 დაუტოვე რომ მანქანები ყიდათ კარგად და ის შავი უკანალები ჩაედოთ იმ მანქანაში და მოკლედ ხო და ბოლოს ესე იგი დაფინანსება შეგვიწყვიტეს მოკლედ საპარლამენტო პარტიის სტატუსი წაგვართვეს და ის რასაც შემდგომში ასე ვთქვათ, უმზადებდნენ სხვა პარტიებს და არასამთავრობოებს, ჯერ ჩვენზე გააკეთეს. ამის ასე ვთქვათ, პრობაცია. რუსული კანონის ინიციირება რო იყო, უკვე რო უზღუდავდნენ არასამთავრობოებს. ხო, შემდგომში წავიდა არ მარტო არასამთავრობოებს, პარტიებსაც. ეს თქვენთვის მიუღებელი იყო ამ კანონის ინიციირება, შემდეგ კანონ პროექტის კანონად ქცევა, ეს თავიდანვე მიუღებელი იყო თქვენთვის? ეხლა როგორ გითხრათ, მე ქართულ არასამთავრობო გრანტის მჭამელ ორგანიზაციებზე დადებითი აზრის არასოდეს არ ყოფილი ვარ და მათ საბედისწორო როლი შეასრულეს საქართველოს ისტორიაში. მე არ დამავიწყდება როგორ მიყავდა შევარდნაძის დროს გრანტი ჭამია ლევან ბერძენიშვილს პირველ არხზე გადაცემა, თქვენ დაბადებულიც არ იყავით მაშინ, იმის ესე ერქვა, მჯერა არ მჯერა. გამოდიოდა და ამბობდა რომ აი მე მჯერა რომ შევარდნაძის დიდი ავტორიტეტი და გავლენა აუცილებლად დაგვიბრუნებს ცხინვალს და აფხაზეთს. თქვენ არ გჯერათ და ვიღაცა გამოდიოდა ანტიშევარდნაძისტი და ამბობდა რომ მაგის არაფერი დაიჯერო თავანტი იურისტია. მე კიდევ აი მე მჯერა შევარდნაძის რომ ის ამ ეკონომიკურ რეფორმას გაატარებს. ეს იყო ფინანსური, ანუ ფინანსური გარიგებით მოქმედებდა ეს არასამთავრობო სექტორი. ყველა არასამთავრობო ეგრე იყო, ხო იყვნენ რა. ვინც გრანტებს იღებდა ყველა ეგრე იყო. ვინც გრანტებს იღებდა ყველას ჰქონდა სინდის ნამუსი გადაშენება. აი როცა დაბადებული ვარ უკვე როცა ვუყურებ აი მათ შორის ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეხებაც გქონია ამ კანონის ინიციირებიდან აქციები იყო შემდეგ ხო ეს არასამთავრობო მოდერნისტული არასამთავრობოები რაც საქართველოში არიან ამათზეც იგივე პოზიცია გაქვთ რომ რაღაც შეიძლება ცუდ როლს თამაშობდნენ რაღაც ივანიშვილის რეჟიმის ცვლილებაში ან ეს ისტორიული ექსკურსი გავაკეთოთ ლუკა ესე იგი მერე იყო უკვე ვარდების რევოლუცია ამ ივანიშვილის სააკაშვილის და პუტინ ბუშის ერთობლივი შემოქმედება იქ აი ამ არასამთავრობო გადამწყვეტ როლი შეასრულეს რევოლუციურ კომიტეტის შემადგენლობაში იყვნენ ხაინდრავას თანოდობით ყველა არასამთავრობო და ეს ქვეყანა რა გზაზე დააყენეს აღარ დავაკონკრეტებ დადგა 2012 წელი გამოჩნდა ივანიშვილი და ყველა არასამთავრობო მისშვირა ფეხი და ჩახტა მის ნავში და გახდნენ მისი პროპაგანდისტები და მისი ანტენების დამცველები. თქვენ ასევე ამბობთ რომ დასავლეთიდან რომელიც ფინანსდება არასამთავრობოები მე ამას მივესალმები. ეს მისასალმებელია, მაგრამ არიან არასამთავრობოები რომლებიც მოსკოვიდან ფინანსდებიან და ატარებენ რუსულ ინტერესებს საქართველოს. მოსკოვიდან რო ფინანსდებიან ეს მიჯნა გააკეთეთ რა. მოსკოვიდან ვინც ფინანსდება ის არასამთავრობო კი არ არის აგენტურა. ნუ რა თქმა უნდა, მაგრამ შეულებრივი აგენტურა. აგენტურას ეძახიან ევროპიდან დაფინანსებულებს ესენი. არა, აგენტურა არა. ისინი არიან უბრალოდ ფულის შოვნელები, კაიშნოენ, მარიფათიანი ხალხი. მაგრამ დადებითი დამოკიდებულება არც ევროპიდან დაფინანსებულებზე გაქვთ და მithomets. არც ერთზე. რუსეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოები რეალურად აგენტურაა და ისინი უნდა აიკრძალოს. რუსეთიდან შემოსული ყველა ფინანსი აი ამ პოლიტიკაში და არასამთავრობოში უნდა იქნას გამოცხადებული დანაშაულად და ევროპიდან და ამერიკიდან უნდა აღდგეს, მაგრამ უნდა გადაიხედოს შემადგენლობა აი ამ გრანტების მიმღებების, რომ აღარ გაგრძელდეს ჭამაყლაპო ამ გრანტის არ გამოყენება კონტროლის მექანიზმი გქონდეს ხელისუფლებას. კონტროლის ხელისუფლებას არა. თვითონ არასამთავრობო გააკეთონ სამეთვალყურო საბჭო. ერთმანეთი გააკონტროლონ და მოისმინონ ანდაროში და ჩააბარონ საზოგადოებას. ერთ ჯამში ვხარშავთ ყველას რომ ყველა არასამთავრობო რაღაც გრანტი ჭამიები როგორც ახსენეთ ადამიანები არიან ერთმანეთი როგორ მილიარდია გრანტი შეჭმული, იცით თქვენ მილიარდებია შეჭმული. ეს მეც მაგრამ ერთმანეთი როგორ უნდა გააკონტროლონ ამათ მაშინ თუ ამ ლოგიკას გავყვებით. ერთმანეთი უნდა გააკონტროლონ ისე როგორც აკონტროლებენ პარტიები ერთმანეთს. ჩვენ არ ვაკონტროლებთ ერთმანეთს და არ ვამხელთ ერთმანეთს რამეს რო ჩავიდნენ და არ უძახით. მაგრამ ამ შემთხვევაში აი სიტუაცია უნდა იყოს სურათში ქართულიოს და უფრო ზეიმობს ხოლმე როცა თქვენ ამხელთ
ვამხელთ ერთმანეთს. აი ეს კარგია რომ ვამხელთ. ქართული ოცნება არ მარტო ვამხელთ, არამედ ერთმანეთს იჭერენ. ნაწილი ქართული ოცნების მთავრობაში, ნაწილი ციხეშიზეს. ჩვენ ერთმანეთს არ ვიჭერთ. ვამხელთ. არ გაქვთ ამის საშუალება, თორე რა ვიცი, ისეთი დაპირისპირებები აქვს მათ შორის ოპოზიციაში, ეჭვი მაქვს იქნებოდა იგივე პრაქტიკა რაც პოლიტიკური ძალა რომ პოლიტიკური ძალას დაიჭერს, ის პოლიტიკური ძალა აღარ არის. ის დიქტატურაა. თქვენ ასევე ამბობდით, რომ ეს არასამთავრობოები მე მომხრე ვარ, რომ ქართული ბიუჯეტიდან დაფინანსდნენო. ეს იყო იკა გვარამიას და ეკა კვესტატის ეთერი. საქართველოს ბიუჯეტიდან არასამთავრობოები საქართველოს ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდნენ და ეს არის ყველაზე სწორი მიდგომა, რომ არ კონდეს ვიღაცას წამოსაყუდრებელი, რომ შენ პუტინის კაცი ხარ, შენ იმის ამერიკის კაცი ხარ, შენ ბრიუსელის კაცი ხარ, შენ რაღაცა უცხოური ცუდი ის შემოგაქვს აქ და ეგ უნდა აფინანსებდეს საქართველოს ბიუჯეტი და ეს განაწილება ამ დაფინანსების უნდა ხდებოდეს ძალიან ობიექტური კომისიის მიერ, რომელიც მთავრობასთან კავშირში არ იქნება. აი სამეთვალყურო საბჭო არასამთავრობოებისგან შემდგარი დაჯდნენ და გაუნაწილონ ერთმანეთს და გააკონტროლონ, რამდენად სწორად იხარჯება, ანგარიში მოისმინონ და გააყურნენ ბოლო ცენტამდე ყველაფერს. როგორ ბატონიშვილ ხელისუფლება აკონტროლებს ბიუჯეტს, ხო? მოქმედი ვინც არ უნდა იყოს მოქმედი ხელისუფლებას, აქვს ყველაფერზე წვემა და განკარგავი არის ხელისუფლება საქართველოს ბიუჯეტის. ასეა. და თუ არასამთავრობოები დაფინანსდებიან საქართველოს ბიუჯეტიდან, ეს ხო პირდაპირ კავშირს ნიშნავს ხელისუფლებას. არ ნიშნავს პირდაპირ კავშირს, კონკრეტული თანხა გამოეყოფა არასამთავრობო სექტორს მთლიანად ბიუჯეტიდან და მე იმათ თვითონ გაანაწილონ. და თვითონ აკონტროლონ, ხარჯობენ და თვითონ მოისმინონ ანგარიში და ხალხს შეაბარონ ანგარიში. ანგარიშვალდებულება თუ შეიძლება თავრობამ გამოყოს მთლიანი მოცულობა. მთლიანი მოცულობა არასამთავრობოები არ იქნებიან ანგარიშვალდებული ამ შემთხვევაში ხელისუფლებას. არა, ხელისუფლებასთან არა. როგორ არ იქნებიან? თუ ევროპასთან იქნებიან ხელისუფლებასთან როგორ არ იქნებიან? ევროპასთან რა ანგარიშვალდებულები არის, გარდა იმისა, რომ 10 კატებს იყოფენ ევროპელები და ეგენი ერთად. რაღაცა ხო არის ეს ვინც ახლა თქვენ წარმოგიდგენთ რომ დემოკრატიის სიმღერასაც ის უკვეთავს ხო ეს მაგათი კონტროლი მე არ გამიგია ახლა პირდაპირ თქვა რომ ეს ევროპელი ჩინოვნიკებიც ფულის საშუალებლად იყენებენ ამ გრანტის ინსტიტუტს ახლა რუსეთიდან მოსული გრანტი არის კრიმინალური მოვლენა აგენტურისთვის განკუთვნილი ხოლო დასავლეთიდან მოსული გრანტები რეალურად კორუფციის წყაროა და ამიტომ არის სწორედ რომ ტრამპმა დახურა USAID მე მაინტერესებს თქვენ მე მახსოვს რა ერთადაც გარვართ ამ პროტესტში როდესაც აქციები იყო ამ კანონის წინააღმდეგ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ მაგრამ ამავდროულად თქვენ ახლა ისაუბრეთ რომ თუ კონტროლის მექანიზმი არ არსებობს ამ გრანტები როგორ შემოედინება რაში ხარჯავენ რო არ გაიფლანგოს და მოხმარდეს მართლა იმ საქმეს ვისაც ეს არის განკარგული მაშინ ეს არის გრანტი ჭამიობა ესეთი შეფასება მიეცით მაშინ სხვას რას ამბობდა ეს კანონი და თქვენთვის რატო იყო მაშინ აი პროტესტის რაღაც გამჩენი ეს კანონი მიღებული იქნა პრორუსული დიქტატურის დასაკანონებლად და განსამტკიცებლად, რომ მას რამე საფრთხე არ შექმნოდა დასავლური ინექციებით ამ არასამთავრობო სექტორიდან, რომელიც შეასრულებდა გრანტის მომცემების მითითებებს იმის თაობაზე, რომ რეჟიმი პრორუსულია და არიქა დაიწყეთ საპროტესტო მოძრაობა და გამოიყენებდა ამ ინექციებს მის წინააღმდეგ. ეს წინასწარ გათვალეს, პუტინას გათვალა წინასწარ ეს კანონები მიიღუჯა და მე გახდა დიქტატორი. თუ ამას NGO სექტორი გააკეთებდა, ეს ხო დადებითი წვლილი იქნებოდა, მაგრამ NGO სექტორმა მოიყვანა პრორუსული ხელისუფლება. აი იმ NGO სექტორმა, რომელიც ფულზე და გრანტებზე ნადირობს. საშუალება გვაქვს, მაგრამ საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსება. ეხლა თუ იმის საშუალება გვაქვს, რომ კვარტალში ერთხელ 100 მილიონის მანქანები უყიდოთ პარლამენტის წევრებს. არასამთავრობოების დაფინანსების საშუალება არ გამოჩნდა ფული, რომ გინ პენსია გაიზარდოს, გინდა დიუშენის დაავადებული ბავშვების წამალი დაფინანსდეს, არ გამოჩნდა ამისთვის. ხო, ესეთი ფული არ გამოჩნდება, როგორ გამოჩნდება, როდესაც მარტო ვინმე ბიზნესმენ კარიჭაშვილს, ივანიშვილის კარის ბიზნესმენს 67 მილიონი აგრო შეღავათიანი კრედიტი აქვს მიტაცებული მითვისებული. სანამ აქ თანხებზე ვლაპარაკობთ, თან კონტექსტური იქნება. მინდა გკითხოთ, თქვენი პარტიის წევრი იყო, მე მგონი ის ადამიანი. მილიონი რომ მომცენო, მეს გავიყიდებოდი, სად არის თუ არა კიო? ვინ იყო ეს? გურიის კოორდინატორია, ძალიან ერთგული, ძალიან საოცარი პიროვნება, ძალიან მაგარი ბიჭი. კოორდინატორია პარტიის დაფუძნების დღიდან იშვიათი ოჯახის პატრონი და როგორც გურულებს შევიათ, ნუ მუდმივად ხუმრობს. მუდმივად ხუმრობს და რამდენად წაგადგათ. გადაობს. ის დაუვიწყარი ისინია მომენტები მის საქმიანობაში ძალიან უყვარს ხალხსაც და კამპანიაში წაგვადგა გურია შეხლა იუმორს ძალიან სწორად იგებენ და რა თქმა უნდა ისინი მიხვდნენ რომ ეს ხუმრობდა სად არის თუ არა კი სად არის თუ არა კი ასე თქვა ხო სად არის თუ არა კი ბატონ შავ თქვენ ასევე განცხადება გაქვთ დაუბრუნდები იმითაც გაკეთებული რომ ჩემთვის მიშა სააკაშვილი არის ისეთივე მიუღებელი ფიგურა და ისეთივე მიუღებელი პოტენციური ძალა როგორც ბიძინა ივანიშვილი
ეს განცხადება გააკეთეთ, რომელიღაც ეთერი იყო ზუსტად არ მახსოვს. მე აქ მართლა ლოგიკური კითხვა გამიჩნდა. თუ იგივე კეთროვანებაა და რაღაც ეტაპზე აიგივებდა ტოლობის ნიშანსვას მიშასა და ბიზნეს შორის. მაშინ ახლა ყავს ქართული ოცნება ხელისუფლებაში, ხო? და მის დასამარცხებლად თქვენ იმ რაღაც დათმობაზეც კი წახვედით, რომ მიშა სააკაშვილის პარტიასთან რაღაც მომენტში მოლაპარაკებაზე დასხედით. იქ ფანჩატურს გულისხმობ ისევ და იყო რაღაც კოორდინაცია და ასე შემდეგ. აი თქვენთან მაქვს ესეთი კითხვა, რო შეიცვალოს ეს ყველაფერი და მოვიდეს დაუშვათ პირობითად, ხო, რაღაც ის ხელისუფლება, რომელიც თქვენთვის მიუღებელი იქნება, გულისხმობ პირობითად ნაციონალურ მოძრაობას ან მასთან დაკავშირებულ პარტიებს. აქ შეიძლება რაღაც დაშვების დონეზე გააკეთოთ, რომ ოპოზიციაში მყოფი ქართულ ოცნებასთან თქვენ დასხდებით მოლაპარაკებაზე? იგივე პრინციპით, როგორც ახლა ნაციონალურ მოძრაობასთან ისე. პოლიტიკურად რა თქმა უნდა მიუღებელია ორივე. ოღონდ სხვადასხვა პარამეტრით. ეს სხვადასხვაობა გამოიხატება შემდეგში, რომ ჩვენ მაგალითად ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვცნობთ პოლიტიკურ პატიმრად და ვითხოვთ განთავისუფლებას ოფიციალურად მათ შორის. და ვთვლით, რომ ივანიშვილს სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს თავის ბანდასთან ერთად და ციხიდან ისინი არ უნდა გამოვიდნენ. და არც ერთ შემთხვევაში ამ პოზიციას ანუ ფლატოლობის ნიშანი არ ყოფილა. არასოდეს. ქართული ოცნება ეს არ არის პოლიტიკური ძალა. ეს არის საოკუპაციო, შიდა საოკუპაციო ტრისგან შემოგზავნილი დესანტი, რომელმაც საქართველოს სასიკვდილოდ გაწირა მთელი შეგნებით. ამ შემთხვევაში განსხვავებული არის. ბატონო, მოდი და აი გუშინ უყურე. მაგრამ ოპონირება სააკაშვილმა მთელი ცხოვრება გაგრძელდება სამწუხაროდ. არა, მესმის. იმიტომ რომ მას არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაეკეთებინა ვარდების რევოლუცია წოდებული ავანტიურა, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში მოვიდა არა მარტო თვითონ, არამედ ივანიშვილიც მოვიდა თანამმართველად და იმ შედეგები დამთავრდა ყველაფერი. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გარიგებოდა პუტინს, იმიტომ რომ პუტინთან გარიგებას თუ დადებ, უნდა შეასრულოს. ვინ გაურიგდა პუტინს? მიშა. რომელ წლებზე საუბრობთ? 2003-ში. სამში რომ მოვიდა მოსკოვი ეხმარებოდა მაგას და ვაშინგტონიც ერთად გულისხმობთ ის ministrიც რომ მივიდა ვარდების რევოლუციის დროს აქციაში. ის ministri, საგარეო ministri იყო, არ იყო რიგითი ვინმე და იქ შიგნით მოსკოვში რამდენი მუშაობდა პუტინთან მაგის სასარგებლოდ, ახლა მას უნდა ჩავამართლევინებთ აქ. ამიტომ ეს საბედისწერო შეცდომა დაუშვათ, ამიტომ და 5 პარტიული პარლამენტი დაითხოვა. დაითხოვა უკანონოდ, მათ შორის ჩვენს დაგვითხოვა. და იმის შემდეგ ერთპარტიული პარლამენტს ვერ გავხსნით. ეს დიქტატურა იმის შემდეგ მოდის, აბა იციდან კი ჩამოსულა. თუ გარიგება იყო 2008 წლის ომამდე როგორ მივედით? 2008 წლის ომამდე მივედით იმით, რომ ეს გარიგება არ შეუსრულა მიშამ და იმათ ჩათვალა, რომ გადააგდო. Აი ეს ანტიტერორისტული ბაზა გონიოში შეთანხმდნენ, უნდა გასული იყოს ფაქტობრივად რუსეთის ბაზა იყო. ამაზე მე ჯერ თანხმობა მისცა მე რა. მათ ინტერესები არ გაატარა, ესე იგი რაზე. ხო, რა თქმა უნდა არ გაატარა. ამერიკის ინტერესები გაატარა და ამის გამო შემოგვარდნენ ტანკები გულში. ეს იყო მიზეზი. ის კი არა, ახლა მიშამ ომი დაიწყო და რაღაცა ომი დაიწყო, მიშა დაბადებული არ იყო ჯერ. ხო, რა თქმა უნდა, სეპარატისტული რეგიონი იყო. ხო, არ მარტო ეგ არის, აფხაზეთშიც ახლა кайხანი პროცესები მწიფდებოდა. მაგრამ აი ეს ტანკების შემოსვლა და დამოუკიდებლად აღიარება ამ საქართველოს ორი რეგიონის უკავშირდება სწორედ მათ შორის დადებული გარიგების ვერ შესრულებას. თქვენ თქვით, რომ ლეიბორისტულ პარტიას ხშირად აშავებდნენ მსგავსი რაღაცებით, რომ სუფთა ძალა ვიყავითო. მათ შორის იქ რაღაც მანდატები მივეცით თითქოს მიშა სააკაშვილს ფული ავიღე და ასე შემდეგ. ბევრი ხმა ამერიკაში ორი სახილო მაქვს, მე და ბექას გვედივარ ბრუკლინში გარიცით, ხო? აჰა, კი ბატონო. ეს დაკპატიჩებდებს. გადაყოლოზე რემონტს უნდა დავამთავროთ. ბევრი საუბარი იყო, მათ შორის თქვენს მიერ, თქვენი პარტიის მიერ რაღაც აიღო ლეიბორისტულმა პარტიამ ფული ამერიკიდან. მათ შორის რუსეთიც იყო საუბარი. იყო ეს საუბარი, არ კი, ძალიან ერთადერთი ჩვენ ვართ, რომ გრანტი არ გაგვიკარები არც ამერიკაში. არა, აქ უფრო რო ეძახიან ლევ ფულს. ვინ უხსენდა ლევად ამერიკაში ფულს? იყო ესეთი საუბრებით. ამერიკა ევროპაში ლევად ფულს არ ძლევა, ლევად შეიძლება რუსეთში იშოვა ფული. ოღონდ პირობას აძლევ რაღაც უბედურების. იმას თუ არ გააკეთე, მე ფულს დაგაკლავენ ზედ. ამერიკა ევროპელები ფულს რომ მოგცემენ, იმას მოაყოლებენ, იმენ კონტროლს დემდნენ კაღაზს დანგარიჩებს. რომ მომტრიცოს. ასე რომ ძალიან ისეთ საკითხია. ერთი ესეთი ამბავი მინდა გაგახსენოთ. გარევაჭრობის პრობლემები იყო საკმაოდ წამოწეული. ხო, სააღრიცხვო აპარატების ისა დიდი მიტინგები მოაწყეთ მაშინ. მიტინგები რაღაც იყო იქ რაღაც ფლეშმობებიც იყო, რაღაც იყო ერთი აი კონკრეტული მომენტი მინდა. დავწვით ის საკასო აპარატი და იქ კოცონი დავანტეთ და თქვენი ესე ვთქვათ სიუჟეტი იყო გაკეთებული, ასეთ შალვა რამიშვილმა გააკეთა ესეთი რაღაც, რომ იდგა რამიშვილის ხსენებაზე
სოფელზე სუფრაზე რო იყო დაგაჯარიმებდი ლუკა. კონკრეტული ის იდგა რა, მარშრუტკას რომ ეძახიან, მოკლედ და თქვენ მიხვედით იქ და ესაუბრებოდით ერთ-ერთ გარე მოვაჭრეს. შემდგომ, ნუ ამ ადამიანმა რაღაც გამოძიება ჩავატარეო მეო და ეს მარშრუტკაო იყო ბატონი შალვას მიერ მიყვანილიო, იყო მისი ახალგაზრდულის მიერ მიყვანილიო, ის პროდუქტებიო, რაც იქ იდო, პომიდორი და სხვა ბოსტნეულიო, ჩაალაგეს და საკუთარ ოფისში წაიღეს. არა, ეს ნუ ეხლა ეს რამიშვილი ეს არის ერის ხორცმეტი, რომელიც უნდა მოიკვეთოს, ესეთი არაკაცი მე ცხოვრებაში არ წარმომიდგენია, თავისი შვილიც კი ძალიან კარგი ბიჭი, რომელიც ხედავს მამის უზნეობას დაუპირისპირდა და ინტერვიუ მისცა, ხო გახსოვთ? კი. ისიც კი მათ გამოაცხადა ჰომოსექსუალად. პიერი აუგორა საკუთარ შვილს. ამას მიც არ უნდა იღისოს. ხო, რაც შეეხება ამ იმას რა ქვია, ეს იყო აი ლუსტრირება რა გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ. ანუ აგრძალეს გზისპირა ვაჭრობა, აი საზამთროს რო ყიდიან ხალხი და ჭარხალს და რაღაცებს და მწვანელს და ილუსტრაცია გავაკეთეთ. რომ რა პრობლემების წარმოშობდა ეს, რომ ხალხს პურის ფული დააკლდებოდა და ორ ლუკმას ვერ მეუტანდნენ შვილებს და ნუ ეხლა ოფიციალურ ვაჭარს ვინც იდგა იქ მოვერიდეთ, იმიტომ რომ ეშინიათ. ის არ მოგცემს ინტერვიუს, იმიტომ რომ მიუვარდებიან მე და დაარბევენ. და ამიტომ ჩვენთან ერთი უპატრონო ბიჭი მუშაობდა დაცვაში, ოფისის, რომელიც ამ საქმეებითაც იყო დაკავებული. კი, თქვენ პარტიაში ფოტოები ქონდა გადაღებული Facebook-ზე. ხო, გადაღებული ქონდა, მაგრამ ჩემი დიდი ვარაუდით ეს გამოდგა აგენტი ზუსტად. მან მეუტანა ამბავი, რომ ესეთ რაღაცას აპირებდნენ და არიქა მოდით და გამოიძახა რამიშვილი. ბექა ახსენეთ თქვენი ვაჟი და მაინტერესებს ძალიან აქტიური იყო ერთი პერიოდი პოლიტიკაში, საკმაოდ რა ვიცი დიდ მომავალსაც უთანასწორებდა ბევრი ადამიანი მას და რა ბევრს მოწონდა. სადაც რატო აღარ ჩანს ახლა ეს აქტიურობა? ხო, რა ჩანს ახლა ამასთანავ ერდოღანთან ქონდა შეხვედრა. ნუ ისე აქტიურად არა როგორც ქართულ პოლიტიკაში იყო. საერთაშორისო მდივანი პარტიის ეს ბავშვობიდან, მთელ საერთაშორისო საგარეო აი ეს რაც არის ეს კონგრესთან, ამერიკის და ევროკავშირთან ურთიერთობები და ეს მთელი ეს პროცესი, რაც დაკავშირებულია მათ შორის სასანქციო დოკუმენტაციასთან და მეთოდოლოგიასთან, ეს მუშაობს და უბრალოდ ვეღარ ასწრებს ახლა იმას, რომ საჯარო პოლიტიკითაც დაკავდეს და ვფიქრობ, რომ ახლა ოჯახიდან ორი ახლა ყაჩაღი გარეთ ქუჩაში გავარდნილი ცოტა სეთმეტი ჯერჯერობი და მაგრამ მე ვიცი რომ მას აწუხებს ეს და ალბათ ნახავთ გააქტიურებულსაც ამ გაგებით, თორემ ისევ ვიმეორებ საერთაშორისო საქმეებს ის კურირებს და საკმაოდ მაღალ დონეზე იმ გაგებით, რომ ვთქვათ, საერთაშორისო კონფერენციებზე გამოდის და რუსეთის დელეგაციის თვალწინ ამ ხელს რუსეთის ოკუპაციას და აჟღერებს იმას, რაც იქ არ გაჟღერდებოდა ჩვენს გარეშე. და ამის გამო იქ აზიის პოლიტიკური პარტიების კონგრესიდან მოსკოვმა მოითხოვა ჩვენი გარიცხვა. მას არ მიუტოვებია ქვეყანა და თავისი. კი ბატონო, ბატონო 2012 წელზე ვისაუბროთ ცოტა. ყველა თითქმის ყველა ოპოზიციური ლიდერი რაღაც მომენტში ბიძინა ივანიშვილის გარშემო აღმოჩნდა. ხო, მიუხედავად იმისა, აი მაქამდე მივდივარ. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალურ მოძრაობის სისტემური ოპოზიცია თუ ვინმე იყო წლების განმავლობაში, ეს თქვენი პარტია და თქვენი ყავით. და მაინტერესებს, იყო რამე შემოთვლები ბიძინა ივანიშვილისგან 2012-ში ამ გაერთიანებასთან დაკავშირებით, რომ რაღაც ლეიბორისტული პარტიაც უნდა ლევან ბერძენიშვილი იქ იყო, რესპუბლიკელები იქ იყვნენ, თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია იქ აღმოჩნდა. ყველა იქ იყო, ხო. ვერთან არ იყო ზარი? ვერ იქნებოდა მრავალი ფაქტორის გამო, ლუკა. პირველ რიგში იმის გამო ისობით, რომ ჩვენ ახალგაზრდობიდანვე დაპირისპირებული ვიყავით ძალიან სერიოზულად. და ბიძინა? ხო. ძალიან დაპირისპირებული, მაგრამ როგორც კი აქ დაიწყო ამ სასახლის მშენებლობა 90-იან წლებში და ამ შუშის სიმახინჯის შექმნა ისტორიულ ნარიყალაზე, იქიდან დაუწყეთ ბრძოლა, მას და მხილება. ეხლა თლად ბოლო კონდიციამდე ვერ მიყვავდა ეს ბრძოლა, იმიტომ რომ თუ შეატყდებოდა იგივე შიგნით პარტიაში საუბარი, რომ დავანებოთ თავი საჩხერეს და ჭიათურას უყვარს და მე ნუ გადავიკიდებ თემომრჩევლებს, არ დაიგუჭერდა მხარს ძალიან წყინთ, მე მაგ იქ დაუხურა სახლები იმ ჭორვილაში რაღაცა გააკეთა და ნუ ახლა მე პარტიის თავმჯდომარე კი ვარ, მაგრამ დიქტატორი ხარ ვარ და დამოკიდებული ვარ ხალხის აზრზე და შიგნით პარტიაში რაც მეტყვენა, ნუ გარკვეულ პერიოდში ისევ იმაშრობოდი მე, ესე იგი, მაგრამ ერთადერთი ჩვენ ვებრძოდით მას მაინც. მაშინაც აი ლეგენდარო ქონდა რომ ვითომ აი სიდიადე ქველმოქმედი და არერევა პოლიტიკაში და სხვადასხვა ამბობდი რომ ეს ძალიან დიდი საშიშროება მოდის. მე ერჩვენიერ დღეს იქ პარტიის პოლიტკომიტეტზე ერთი ხელმძღვანელობის წევრი ყავდა საპატრიარქოსთან დაახლოებული ძალიან.
ეს საპატრიარქო ანაწილებდა პარტიებში წარმომადგენლებს. ყველგან ჰყავდა თავისი ლობისტი. ეს სწორიც არის, ალბათ ვატიკანსაც ეგრე ხავს იქ. თქვათ იქ EDP-ში ყავდა ლობი და ეს კონკორდატი მათი ინიციატივით მიაღებია. იქ მოხელაკთა კავშირში იქ და ყველასთან ჩვენთანაც ყავდა ეს სუბიექტი. და მან წამოაყენა პოლიტკომიტეტზე ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნები 2008 წლის, როდესაც სააკაშვილი გადადგა და მე და ლევან გაჩეჩილაძე ვიყიდით კენჭი და ბადრი პრეზიდენტებად. იქ წამოაყენა ამ ქალბატონმა წინადადება, რომ აი ის შევთავაზოთ ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშნო თუ პრეზიდენტი გახდებია. და ეს გამოიწვევს ხალხში ძალიან დადებით ემოციებსო და ნუ მოკლედ ხმებით წამოაო და შეიძლება თვითონაც დათანხმდეს და თავში ყოფილიყავით პრეზიდენტი და ხო, პრემიერად, ხო. ეს იდეა ძალიან მოიწონათ პარტიაში, თუმცა მე ძალიან მეხამუშა და მიიღეს გადაწყვეტილება პოლიტკომიტეტმა, რომ ეს წინადადება გვეთქვა არჩევნების წინ. რადგანაც მხოლოდ ივანიშვილი უჭერდა მხარს სააკაშვილის საპრეზიდენტო არჩევნებზე. დანარჩენი ბადრი პადარკაციშვილის თამადობით ოლიგარქიაც და პოლიტიკური ძალებიც იყვნენ მისი წინააღმდეგი და რეალურად უნდა წაეგო ეს არჩევნები, ეს იქნებოდა მისი გადარჩენაც. იმიტომ რომ წინ ცხინვალი და ისგულოდებოდა 2008 წლის აგვისტო. ეს არ იქნებოდა. და იურიდიულად არც აღიარება იქნებოდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შესაბამისად მიშას დარჩებოდა აქტიურ პოლიტიკაში და ციხეში არასოდეს არ მოხდებოდა და კიდე მოვიდოდა. ხო და ეს წინადადება გაუკეთეთ. ამიტომ ეხლა ბაყოდრიან ზოგჯერ რომ აი პრემიერობა შესთავაზე, პრემიერობა რო შეთავაზე პოლიტიკოსმა შეიძლება 15 შეთავაზება გააკეთოს და არც ერთი არ შევიდეს ზალაში და არც ერთი ხტომილება არ მოხდეს. ასე ახლა ჩერჩილი და სტალინი ეომებოდნენ ერთმანეთს 20-იან წლებში და მე მოკავშირეები იყვნენ მეორე მსოფლიო ომში ტრერის წინააღმდეგ პოლიტიკაში. ჩვენ ხო არ ქმნით ამინდს. ამინდი პოლიტიკური იქნება და შენ ადეკვატურად ამ პასუხობ. ან არადეკვატური ხარ და თავდება სულად საქმე. რაც შეეხება იმას, რომ აი რატო არ შემოგთავაზა, ვიმეორებ, პირველი ჩვენი დაძაბული ურთიერთობა ამის საშუალებას არ იძლეოდა, იცოდა რომ ახლა მე კომპლექსიანი კაცია ეს. კომპლექსია თვითონ. ტიპი დაიბადა კომპლექსად. კომპლექსოვიჩი რუსულად ვთქვათ. ხო. რა თქმა უნდა, ეს პიროვნული შეუთავსებლობა სერიოზული ამბავია, განსაკუთრებით პოლიტიკაში. აი საძმაკაცოშია შეუთავსებლობა პრობლემა და ოჯახში ხანდახან პოლიტიკაში ეს თლათ ტრაიკულ მასშტაბებს იღებს, ხო? ამიტომ ასეთი რამე არ ყოფილა და მეორე მან მე ხლა წინა პოდკასტებშიც ნათქვამი მაქვს, მაგრამ აი ორიგინალურს არ მოგახსენებთ. მან შეადგინა გუნდი იმათი შემადგენლობით ვიზეც მიუთითა ვაშინგტონმა და მოსკოვმა. ანუ გააკეთა კოჰაბიტირებული ეს მისი მოგონილი სიტყვა რო იყო კოჰაბიტაცია. ხო, აი კოჰაბიტაცია მარტო ნაცერთან კი არ ქონდა, შიგნით ქონდა კოჰაბიტაცია და ამიტომ წამოკრიფე ეს ღრმა პრონეოლიბერალები, ეს რესპუბლიკელები და ეს რა ვიცი ვინ არ მინდა დავასახელო ეს ხიდაშვილ უსუპაშვილი თავის ოჯახებით, ბავშვებით ეს ანადოლიძეები, ეს რა ვიცი უკვე ვინმე იყო გრანტის ჭამელები, ჩუგოშვილები, ესენი ეს არასამთავრობო სექტორი, ყველა ჩაწერდა სიაშდება ალასანიას ჯგუფები და ესენი. აი ნახეთ პროამერიკულად აღიარებული. რომ მოძლიერდა უკვე. ფაქტობრივად ამერიკელები გადაყარა. ამერიკელები მოატყუა კარგად ჩვენივრად, შემოიტყუა მისი რეკომენდაციები გადაყარა ბიძინამ ამერიკელები. ხო, ბიძინამ ამერიკელები. კი, ეგ ფაქტია, ხო. და მე სათითაოდ ამოხრა ბანჩურდა და გადაყარა ზოგი დაიჭირა, ზოგი გააძევა, ზოგი დააკომპრომენტირა და სხვა და სხვა სპეცოპერაცია იყო ეს პუტინის უნიკალურად შესრულებული. აი ახლა გული იმაზე მწყდება, რომ პუტინს თავზე ემხობა ეს მოდერნიზებული იმპერია. იმ დონეზე რომ სლავებთანაც კი მოაგვარა საქმე უკრაინელებთან და ომი დაჭირდა და ერთმანეთს ჟილეტენ. ხო, თავზე დაემხო შუა აზია, ემხობა. აგერ 300 მილიარდიანი კონტრაქტი ამერიკასთან მარტო უზბეკეთმა გააფორმა, ხო წარმოგიდგენიათ? და ეს დარტყმა რუსეთისთვის უდიდესი. სომხეთს კარგავს, რაც წარმოუდგენელი იყო, აზერბაიჯანს კარგავს, სირია დაკარგა, უნგრეთი დაკარგა, ვენესუელა დაკარგა, კუბას კარგავს, ირანი დაკარგა. და ერთადერთი საქართველოში მომემართა ხელი და გამოვიდა ყველა მამაძაღლობა. აი ალიანსზე 2012 წლის ალიანსზე ვსაუბრობთ და მოდი აი ამ ახალ ალიანსზე ვისაუბროთ, ეხლა რაც ოპოზიციამ შექმნა. ნიკა გვარემიესთვის ლუკა ახლა ზდილობიანი და ძალიან ტაქტიკური ახალგაზრდა ხარ, ვიცი და ამას არ გითხავდი, მაგრამ მე შენ ადგილას 40 მილიონია უნდა მითხრათ ეხლა, ხო? არ მარტო 40 მილიონი, მთელი გარიგება ბიძინა ივანიშვილთან გაფორმდა სწორედ მაგ თქვენი დასახელებული სუბიექტის მეშვეობით იმის თაობაზე, რომ
სააკაშვილიც კი დაეკეტათ მის დაარსებულ დაფინანსებულ ტელევიზიაში რუსთავი 2 და ეგ შემდგომში მთავარი არხი სააკაშვილის ფინანსებზე მოიზარდა. ისიც კი მოტეხეს იქიდან. და იმ დონეზე მივიდა, აი აქ მჯდარი ამ ეროვნული ბაღლინჯო დავარქვი მაგას მე. თავხედობა. იქამდე მივიდა, რომ მეორე ადგილზე დააწერინა თავისი არარსებული პარტია და მესამეზე ნაცმოძრაობა გადაიყვანა. და ამ ყველაფრის თანახმა იყო მიხეილ სააკაშვილი, რადგან მას დაპირდა განთავისუფლებას. ეხლა ეს მიშა მაკვირვებს, ესეთი ბავშვი როგორ უნდა იყო, რა ესეთი სისულელები დაიჯერო. ვინ განთავისუფლებდა მას პუტინის გარეშე? რომელი გვარამი გამოდგებოდა შუამავლად ამ საქმეში და რომელი ბიძინა გადაწყვეტდა ამ საკითხს თუნდაც. როგორ ნაციონალური მოძრაობის მესამე ადგილზე გადაყვანა აპრიორი მიშა სააკაშვილის თავისუფლებას ანერად უდრიდა. ეს დაასაბუთა, ამისათვის უნდა სოხუმელი ავანტიურისტი იყო გვარამიას მსგავსი და მე მიხვდები როგორ უდრიდა. ეს დაასაბუთა იმით, რომ აი თუ ნაცმოძრაობა გადავა მესამეზე, ეს დაამშვიდებს მოსკოვს და არ მიაღებიებს რაიმე ზომებს და არაფიქრებინებს, რომ ბრუნდება სააკაშვილი. აი ეს იყო мотиваცია გასული. როგორ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი გენერალური მდივანი, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი გენპროკურორის მოადგილე, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი პარლამენტარი. ეს კოალიცია ჩემი 25 წლის ციხის გამომცხადებელი. ეს კოალიცია იყო მეორე ადგილზე. და ეხა პუტინიც ხო არ არის დებილი კაცო, იქ ნაციონალური მოძრაობა მესამეზე გადავიდა, მიშა არ ბრუნდება, მაგრამ მეორე ადგილზე ეს ოპოზიციაა და მას აქვს პერსპექტივა რომ თუ ვინმე შეცვლის ხელისუფლებას, ეს მეორე ადგილზე მყოფი პარტია იყოს. ნაციონალური მოძრაობასთან ძალიან ახლოს არის ეს და რა ვიცი, სულელია პუტინი ეგ გარიგება რანაირად არის ლოგიკური. ეხლა პუტინი ძალიან ახლოს იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიასთან. და მათ კგბ-ში მუშაობდა. მე ძალიან ახლოს იყო იმ კომპარტიის დამშლელ ელცინთან. და იმ სტრუქტურებში მუშაობდა და საბჭაკის თანაშემწე იყო, მისი შემოქმედებები დაქონდა პირდაპირ კგბ-ით. მე ძალიან ახლოს იყო ბუშებთან იმ დონეზე რომ სტუმრად ეწვია რანჩოში მამა ბუშს და შვილი ბუში უკვე პრეზიდენტი გახდა და რა ვიცი დაუკლეს ის საჯიში მამლები თუ რაც არის ამერიკულად და დიდი სტეიკების შეწოდა მთელი ამბები იყო. ეგ არაფერს არ ნიშნავს რომ ბუში თქვათ გვარამია და სააკაშვილი ერთად იყვნენ. დღეს სხვა შეფასება და სხვა პოზიციები უკავია და ესეთი ის გაათამაშეს სქემა, რომ აი არჩევნების შედეგად ლეიბორისტები მოვტეხოთ, მათ შორის ტელევიზიებიდან, ეს გააკეთეს, ყველა ტელევიზია მოგვტეხა და პოდკასტის იმედზე ვიყავით, 2 წელი იმით მოვიდა. ეხლა არ გავიხსნა ტელევიზიები. მანამდე შეტაკეტილი იყო და ეს ავადმყოფური იდეა გვარამიამ ჩააწოდა ივანიშვილს და სისტემას და ყველა შეთანხმდა ამაზე ერთიანად. ხო, მოვტეხოთ, აგერ მეორე ადგილზე გავა ეს გვარამიას არარსებული პარტია, როგორც შეიძლება ნორმალურ საზოგადოებაში გვარამიას ქონდეს პარტია და თანაც მეორე ადგილზე გასვლის შანსი. მაგრამ ბევრ ტიპაჟი არის აქტიურად ხარს უჭერდნენ. ტიპის სიძულვილით ერი ერთიანდება. ერთი აღმაშენებელი ერთიანდება და ერთი სიყვარული და მეორე სიძულვილით აერთიანებს გვარამია. დიდი მხარდაჭერა აიღეს. რა მხარდაჭერა აიღეს? დაუწერეს. აი მეც მაგალითად ის აპარატურა, ლუკა, რაც შემოიტანეს ივანიშვილმა, რომელ აპარატურასაც აქებდა გვარამია, სააკაშვილიც აქებდა, მე და გითხრა და დანარჩენი ოპოზიციაც, იმ აპარატურაში იყო ჩადებული პროგრამა, წინასწარ ვის რამდენი ხმა უნდა ეღო და აი სწორედ ეს იყო ყველაფრის ავანჩავანი. ამერიკაც კი, რომელიც მე ამაზე ცოტა ბოდის გიხდით რომ გაწყვეტინებ, ცოტა განსხვავებული აზრი მქონდა, აი მეორე დღეს რა, მე მაყურებლის თვალით უყურებდი ამას ბევრი წლის განმავლობაში, არჩევნები ტარდებოდა და მეორე დღეს აპრიორში ოპოზიცია საუბრობდა რომ გაყალბდა და ასე მე გაყალბების მექანიზმი ამ ქვეყანაში როგორ მუშაობს, ეს მესმის შევწრებია ბევრ კამპანიაზე ვყოფილ ვარ. თუმცა იმ აპარატში, კაცო, აი ეს არგუმენტი რომ რაღაცა იქ ჩადებული იყო და პროგრამულად დაიწერა. ეს არგუმენტი ჩემთვის რაღაც მომენტში რელევანტური ვერ იქნება, იმიტომ რომ ამ აპარატიდან გამოსვლის მე ის გადათვლა მიდიოდა ის ძველებური მეთოდით. ის ბიულეტინები გამოდიოდა და მე გადათვლა მიდიოდა. ეგ ბალანსი როგორ ჯდებოდა მაშინ? თუ ადრე ადამიანურ რესურსზე იყო გაყალბება დამოკიდებული ლუკა, აი ამ აპარატების შემოტანის შემდეგ უკვე ციფრულმა ტექნოლოგიებმა გადაიბარეს ეს ფუნქცია. იქ იყო შეტანილი პროგრამაც, იქვე ახლოს გახსნილი იყო კოლ-ცენტრებიც რუსეთის FSB-სგან მომზადებული, რომლებიც აკორექტირებდნენ მთელი შედეგების მიმართულებას. ეს იყო წინასწარ შეთანხმებული და სწორედ ფულიც გაუშვეს, ის 40 მილიონი მართლა გაუშვეს, კიდევ სხვა პრეფერენციები მისცეს არჩევნებში მონაწილე პარტიათა ბიზნესმენ ლიდერებს და შეთანხმდნენ, რომ ეს შედეგები რაც გამოცხადებოდა, იქნებოდა ყველასთვის მიცაღები და პარლამენტი შედგებოდა, შევიდოდნენ პარლამენტში. მაგრამ რაღაცა მომენტში მოხდა გაუგებრობა მათ შორის, რაღაცა ვერ გაიყვეს, რაღაცაზე ვერ მორიგდნენ. დასავლეთიდან იყო უკვე
სტოპ, აწეული ხელი განსხვავებით შარლ მიშელის პერიოდისგან, უთხრეს რომ არ შეხვიდეთ და შესაბამისად დარჩა ბიძინა ივანიშვილი ხახად აღებული ერთპარტიულ პარლამენტში, არაღიარებული, არალეგიტიმური, დასანქცირებული. ამის შედეგად გაცოფდა და ამ გაცოფების შედეგად რომ დაიჭირეს ლიდერ ბელადები და ზოგი ციხეში, ზოგი გამოუშვეს. მე რატო არ და მე ყველაზე დიდი სემონები დამიჭერდა. მაგრამ ეგ იჭერს იმათ, ვისაც ფული მისცა და ჩათვალა, მე რო გადააგდეს. კომპლექსოვიჩი რო არის, აი ამ კომპლექსებისა და თავისი ცენტების მდევარია მთელი ცხოვრება. ბაჩიაშვილი იყო აგერ ერთი მაგალითი, ჩიკვაიძე იყო მეორე მაგალითი, მაგრამ ნიკა გვარამია 2 წლით თუ რაღაცა 1 წლით გაუშვა ციხეში და გამოუშვა. მე რავი გადაგდება ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე ისეთი ამბავია რა, შეურაცხყოფელი ამბავია, როგორ ბიძინა ივანიშვილი ვინ უნდა გადააგდოს, მაგრამ რავი ეს ადამიანი გამოუშვა, ძალიან მალე გამოუშვა. არ ვიცი ახლა რა მალე გამოუშვა თუ გვიან გამოუშვა, ფაქტი ერთია რომ შეთანხმება ჩაეშალათ მოიძებნება ეს ამბობენ შეთანხმება ჩაეშალათ დაიჭერდა кайხნით მაშინ აი ეს გაქცეული ის გილაური 40 მილიონი ვისაც გატანა გვარამიასთან ის გაქცეული რა დაიჭერა მე მესმის რომ რეჟიმის პირობებში ძალიან რთული და კითხვის გამჩენია როგორ ამხელა თანხა მოაბილიზო წინასაარჩევნო კამპანიაში რეჟიმის წინააღმდეგ მე რა მობილიზება უნდა პუტინის მილიარდები აქედან გადის აქედან თეთრდება და აქ არის არაფერი მობილიზება არ უნდა თავარია სული გაყიდოს პოლიტიკოსმა ამ შემთხვევაში ფულს იშოვის უზარმაზარს, მაგრამ უნდა იყოს მონა, ხოლო თუ მონა არ იქნება, აი იმ ფულის გამო დაიჭერა. ანუ ეს ალიანსი თქვენთვის რა ვიცი, ეს არის ხო ცოტა არ ვიცი, ალიანსია და რას არ მოდგეს, მე არ ვიცი, ხო. რა თქმა უნდა, ნაწილზე მაქვს უკიდურესად ნეგატიური აზრი, ნაწილზე ნეიტრალური აზრი, შეიძლება ზოგიერთზე პოზიტიური, მაგალითად მე ყველა პარტიაში ყოფ ახალგაზრდა ლიდერებს დიდ პატივს ვცემ, დიდი იმედით უყურებ და რა ვიცი, თვლი თავს მათ მსახურად. იმის მიუხედავად, რომელ პარტიაში არის. ეგ მიშასთან, ჩემი დავები და გვარამიასთან და იმასთან ეგ არ ეხება ახალგაზრდა ლიდერებს საერთოდ. მესმის და დასაფასებელი. მაგრამ აი ამათთან მე ვერ ვიზავ იმას, რომ სიმართლე არ თქვა, რატომ იცი თუნდაც იმიტომ, რომ ეს მუნი არ გაფართოვდეს მე და ვიღაცამ არ მიბაცოს მაგათ. რაშიც ვთვლი, რომ უზნეობა ჩაიდინეს და არასწორად მოიქცნა. ეს უნდა ითქვას. მე მაინტერესებს აი გამორიცხავთ თქვენ თავზე თქვენ პარტიას ამ ალიანსის წევრად რაღაც მომენტში თუ ერთობა საჭიროა ან საერთო სიაზე რა აზრის ხართ რა არ საერთო სია გამორიცხულია მე კიდევ ერთხელ მოუწოდებ ხალხს ან მონცემთ ხმას და გვექნება საშუალება ლეიბორისტულმა პარტიამ დააკომპლექტოს მთავრობა სადაც არ იქნება ერთპარტიული სისტემა და ყველა პარტიიდან განსაკუთრებით ახალგაზრდა ლიდერებს ავიყვანთ ყველა ვარიანტში აი სიტყვას ვიძლევით ან ჩვენ მოგვეცით უმრავლესობა ან თავი დაგვანებეთ რა დიდი მადლობა. მადლობა წარმატებები მინდა გისურვოთ და წინსვლად. გეტეხარ. ცოცხლად.